პრესბიოპია არ არის დაავადება. ეს არის ასაკთან დაკავშირებული ბუნებრივი ფიზიოლოგიური პროცესი. ბროლი კარგავს მოქნილობას და დრეკადობას, რის შედეგადაც სინათლე ბადურაზე სწორად ვეღარ ფოკუსირდება. ამის გამო ახლომდებარე საგნები ბუნდოვნად აღიქმება. რა ასაკიდან იჩენს თავს პრესბიოპია, როგორი სიმპტომები ახასიათებს და რას უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება. ამ საკითხებზე გვესაუბრება ოფთალმოლოგი ნინო გოგრიჭიანი. როგორც მან აღნიშნა, ვინაიდან პრესბიოპიის მქონე ადამიანს ახლომდებარე საგნებზე ფოკუსირება უჭირს, კითხვის დროს ნაწერიან ნაბეჭდი ტექსტი თვალებიდან მოშორებით უჭირავს. ასევე უჩივის თვალების დაძაბულობას და თავის ტკივილს. პრესბიოპიის დროს სიმპტომები ძირითადად თავს იჩენს დაახლოებით 40-45 წლის ასაკიდან და ნელა უარესდება 60-65 წლის ასაკამდე. პრესბიოპიის დროს პაციენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ უჭირთ ახლომანძილზე წვრილი დეტალების გარჩევა, აგრეთვე ხანგრძლივი მხედველობითი დატვირთვისას მარტივად ეღლებათ თვალები და საკითხო მასალას მოშორებით იკავებენ. სპეციალისტმა მკურნალობაზეც გაამახვილა ყურადღება. ნინო გოგრიჭიანმა ისაუბრა იმ მეთოდებზე, რომელიც გამოიყენება პრესბიოპიის დროს. პრესბიოპიის კორექციისათვის სულ რამდენიმე მეთოდი არსებობს დღეისათვის, მათ შორის არის სათვალეებით კორექცია, ხოლო მეორე რაც შეეხება, ეს არის მხედველობის ექსიმერ ლაზერული კორექციის ეგრეთ წოდებულ მონოვიჟენ მეთოდი. მონოვიჟენ მეთოდი გულისხმობს წამყვანი თვალის შორ მანძილზე ფოკუსირებას, ხოლო მეორე თვალის ახლო მანძილზე ფოკუსირებას. ხოლო მესამე მიდგომა ეს არის ბროლისმიერი მიდგომა, ანუ თვალში არსებული ბუნებრივი ლინზის ბროლის ჩანაცვლება ხელოვნური მულტიფოკალური ბროლებით. მულტიფოკალური ბროლები პაციენტს ანთავისუფლებს ყოველგვარი სათვალისაგან. პაციენტი კარგად ხედავს შორს, საშუალოდ და ახლო მანძილზე ყოველგვარი სათვალის გარეშე. მულტიფოკალური ბროლების იმპლანტაციისათვის აუცილებელია თვალში არსებული ბუნებრივი ლინზის ბროლის შესაბამისი მდგომარეობა, რაც გულისხმობს, რომ ის შესაძლოა იყოს გამჭვირვალე ან სანახევროდ შემღვრეული.